ხაზის რადიო. მოგესალმებით, საზოგადოებრივი რადიო პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 102.4. არ გაგიკვირდეთ თუ ჩვენი სტუმრის ხმამ დაასწრო ჩვენს ხმას, იმიტომ რომ როდესაც თქვენთან შესახვედრად ვემზადებით, ბუნებრივია სტუდიაში წინა საეთერო საუბრების თემას რა გამოლევს. მით უფრო რომ თქვენთან შესახვედრად დღეს განსაკუთრებულად მოვემზადეთ, მით უფრო იმ ადამიანების ყურადღება მინდა მოვიხმო დღეს ჩვენი შეხვედრისადმი, ვინც ქალაქურ მუსიკას და ამ თბილისის ტრადიციას, მუსიკალურ ტრადიციას წემს დიდ პატივს. ამ ნიშნით ჩვენს ეთერში, მით უფრო ხაზის რადიოს ეთერში არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ დღეს გამორჩეული ეთერი გვექნება ამ თვალსაზრისით და თუ რას გულისხმობ, მოგვიანებით ჩვენს კოლეგასთან და უფროს მეგობართან ლალის ეთურიძესთან ერთად მოგახსენებთ დილამშვიდობის გალოტონო ლალი. დილამშვიდობის. ვიდრე წარმოადგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარს, ადამიანს, რომელიც ხაზის რადიოს უერთგულესი მეგობარი და კონსულტანტია, მსმენელს აუცილებლად შევახსენოთ, რომ არა მარტო ხაზის რადიოს ფოლკლორის უერთგულესი მეგობარი. ხო, და ამ შემთხვევაში მივითვის. მომიტევეთ ბატონო მიშა. ჩვენთან დაკავშირების საშუალებები ბუნებრივი არის უცვლელი, ტელეფონები ნომრებით 2491992 ან 2492292 და რა თქმა უნდა საიტი ინტერნეტში მის ამართით რადიო 1.წერტილი.g გნებავთ გვიყურეთ, გნებავთ გვისმინეთ, რაც მთავარია იყავით ტალღაზე FM 102.4 უახლოესი 45 წუთის მანძილზე. ხაზის რადიო. სამშაბათი. ფესვები და ფრთები. ესაა ტრადიციით ბუძებული ორი განძი, რომლებიც შეგვიძლია გადავწეთ მომავალ თაობას. ლალის ეთურიძე. კალტონლალი, ერთია რომ საერთოდაც პროექტი ხაზის რადიო მიზნად ისახავს და დღემდე მიუყვება ამ გზას და მეტნაკლებად ამართლებს კიდეც რომ მაქსიმალურად უყურადღებოდ არ დაგვრჩეთ ჩვენს უნიკალურ მართლაც ოქროს ფონდში შენახული ის საგანძური, რაც რეალურად საჭიროებს ყურადღებას. მაგრამ აი ამ ნიშნითაც ამ ფონდშიც გამორჩეულია მუსიკალური რედაქციის მიერ წლების მანძილზე ნამუშევარი მასალა. ზუსტად ეხლა ჩვენს რო ვისმენდით ამ ჯერ ქუდსაც კი რადიოს ქუდს უცბად გამახსენა და გადავედი 80-იან წლების დასაწყისის მოგონებებში. თითქმის ყოველ დღე თუ არა დღე გამოშვებით მაინც დერეფანში ხდებოდა ჩვენი კოლეგა ეხლა აღარ მუშაობს სამწუხაროდ ჩვენ და ნანა გარცევანიშვილი სხვადასხვა საკმაოდ არაკომფორტული ხვისჩამწერი აპარატი რომელიც 6 კილო მაინც იყო მძიმე აპარატი კიდევ მეტი იყო აპარატით ყოველ დილას ის მიდიოდა რომელიღაც რეგიონში თბილისის კუთხებზე აღარ ვლაპარაკობ სად არა მისი ფეხი ნამყოფი, სად არ ყოფილა მთელი საქართველოს მოვლენით და მან შემოგვინახა რამდენი არა უნიკალური ხმა და მე მადლობა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რადიოს ოქროს ფონდსაც უთხრა, იმიტომ რომ ეს გადაცემები, ეს ხმები შემოინახა ოქროს ფონდმა. და სწორედ ნანა გარცევანიშვილს ჰქონდა ასეთი ციკლი, გულსემღერება. და დღეს შევარჩიეთ იქიდან, რა თქმა უნდა, ყველას შევთავაზებთ ჩვენს რადიოს მსმენელს. ძალიან მინდა რომ მოვიწვიო ნანა, მაგრამ ვერ მოვიტყუეთ ვერაფრით. სულ ჩამოშორდა ამ საქმეს და უფრო სამეურნეო საქმებითა დაკავებული, მაგრამ ფასდაუხებელი ამაგე კი დასდო რადიოს ოქროს ფონდს რამდენი მართლაც უნიკალური ჩანაწერი შემოინახა. და იქიდან დღეს შევარჩიეთ განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაღაცა ორი საიუბილეო თარიღი არის. ერთი თბილისობა ახლოვდება და თბილისისადმი განუყოფელი საკრავს ავაჟღერებ დღეს დუდუქს. დღემდე არის დავა ვისი საკუთრება, მაგრამ ჩვენი გადაცემის გმირი თვითონ იტყვის ვისი საკუთრებაც, ამიტომ არ დავასწრეთ მოვლენებს და გარდა ამისა, ვისაც დღევანდელი გადაცემის გმირის საიუბილეო თარიღიც ის დღეს გახდებოდა 100 წლის 5 წელს დაბადებული და რა თქმა უნდა მოვიწვიეთ ამ პენონების უერთგულესი მისი შემფასებელი, დამფასებელი არაერთხელ უსაუბრია ჩვენთანაც ბატონი მიხეილ ცურავიშვილი, რომელიც უკვე ჩვენ სტუდიაში და მივესალმებით ძალიან მოგესალმებით. გვექნება საუბარი, ვისზე გვექნება, მე მგონი რადიოს ფინს ვისაც ვისახედრი იქნება, ესა გლახო ზახაროვი.
ბატონი გლახო, ძია გლახო, მე ძია გლახოს უწოდებდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი მეგობარი იყო, ძალიან კარგი ადამიანი. მოდი ჯერ დავიწყოთ ბატონიშა, თვითონ აი როგორ გააკეთა რეპორტაჟი ნანა გარსევანიშვილმა 80-იან წლებში. მაშინ აი იქიდან დავიწყოთ და მე კი, სხვათა შორის ერთ-ერთი იდეა ჩემიც იყო ეგ და მე ნანა როგორი მშრომელი არის და იყო უსაყვარლესი ქალბატონია, იცით. ამ გადაცემიდან დღეს ჩვენი შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე ფრაგმენტს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს, თუმცა როგორ იწყებოდა ბუნებრივი ადილის საარით, ხო ბატონიშა? მოვისმინოთ ერთად. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, იალბუზის ქუჩაზე დგას კოპწია აივნიანის სახლი, საიდანაც ხშირად ისმის სიმღერა. აქ ცხოვრობს ქალაქური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, საქართველოსა და სომხეთის დამსახურებული არტისტი გლახო ზახაროვი. აი, ახლა ნანამ გაალვა საქართველოსა და სომხეთის დამსახურებული და ამით მინდა დავიწყო, იცით რა. 61 წელში სომხებმა გვაჯობდეს და გლახოს მეანჯეს დამსახურებული არტისტის წოდება. გლახო ყველანაირად იყო ორივე ქვეყნის, ორივე რესპუბლიკის სახალხო არტისტი. მერე ჩვენებმა 67 წელში აიღეს და ჩვენებმა დამსახურებული არტისტის წოდება მიშეს. ნუ რატო? აი რაღაცნაირი ესე უიღბლო კაცი იყო, ოჯახური ტრაგედია მოგეხსენებათ ბატონი გლახოს ავადმყოფ. ხო, მაგრამ ამ წოდებას ქალაქში დაატარებდა რეალურად. ვის მოაფიქრდა ეს რომ დამსახურებული არტისტი იყო სომხეთი, ამათ აიღეს და ამათაც დამსახურებული არტისტი. აქედან მინდა დავიწყო. და რო უთხარი ამის შესახებ დიაგლახო ესე, კაიო კაცო, უამბიციო კაცი იყო აბსოლუტურად. კარგი არა, მე მაგას არ ვაქცევ ყურადღებას, აქედან მინდოდა დავიწყო და ზუსტად თქვენს მოხდა. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ბატონიშა, თქვენ პირადად იცნობთ. მას და აი პიროვნულადაც შეგიძლიათ დაგახასიათოთ როგორ. მაგრამ აი ამ ჩანაწერმა კი მისი ხმა შემოგვინახა, როგორ საუბრობს, როგორ ლაპარაკობს. ის კოლორიტი რაც მაშინ და თბილისსაც ახლავს ეს შავ სოფელში ცხოვრობდა მეტეხის პირდაპირ. ეხლა აი მოვისმინოთ კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ნანა გარსევანიშვილის გადაცემიდან არის. ხაზის რადიო. წინაპრებით რო ვთქვა, არავინ არ იყვნენ ჩვენთან. მუსიკოსი ყოფილა, მაგრამ როგორც მომღერალი არავინ არ ყოფილა. მაგრამ ჩვენთან სასაც ვცხოვრობ, სასაც დავიბადე. აი ამ სახლში დაიბადეთ? ამ სახლში დავიბადე, დიახ. ახლოს არის ჩვენთან ორთა ჭალას იძახიან. მან ბაღებში დუქნები იყო. მან მთელი ღამე უკრამდნენ. და იქიდან ძალიან კარგად მოდიოდა ხმა. და ღამეს ხშირად ავდიოდი სხვენზე, ხო? ნუ ბანივით იყო თითქმის რა ავდიოდი და არც იცოდნენ ჩემ მშობლებმა თუ მე ზევით ავარი, მაინც ტენსინად, ხო? უსმენდი იქიდან. მერე ესეც იყო რომ ჩვენ უბანში კარგი უბანი გვაქვს, შავსოფელს იძახიან ამას ძველათვე. ქორწილები ძალიან ხშირად იყო. მთელი ღამე ვათენებდი, დამკვირვებლები იყვნენ. ნუ რასაკვირველია ახლა მოვიდოდა დედა ჩემი ხოლმე წამომიყვანა თუ მიპოვლიდა. ეს ვიქნებოდი ამ დროს უკვე 11-12 წლისა. რადგან ესეთი მუსიკა ჩამივარდა გულში ამე. უკვე ვიცოდი ამ მუსიკოსების ალაგი სად არის, ავლაბარში იყვნენ ესენი. და ხშირად მივდიოდი იბათთან. შიგნით არ შევდიოდი მართალია, მაგრამ თვითონ რეპეტიცია ჰქონდათ იქ, მე კიდე გაერთად უსმენ. აი მაშინ ვინ იყვნენ მომღერლები? ხო, დიდ ბაგრატას ეძახდნენ. სახელოვანი პოპულარული კაცი იყო დიდი ბაგრატა. შულავრელი გეურქა იყო, ბევრი იყვნენ მომღერლები ძალიან. მაგრამ ამათ ნამღერი გულში მისაწვდომი იყო და უფრო ვითვისებდით ამით სიმღერებსა. ნუ ბავშვობაში თქო უფრო მალე ითვისებს ადამიანი რა. ერთ სიტყვით მივედი იქნობამდის რომ ამ თვითონ მომღერლებმა გაიგეს რა დღეს მნახეს, მეორე დღეს მნახეს, ხო და თავიანთან წამიყვანეს ერთ დღესა მომღერეს.
ერთი ორი კვირა არ იყო გასული და ავლაბრის თეატრშია მედუდუკეთა კონცერტი იყო. იმ კონცერტზეც ბაგრატას თხოვნითა ამის მომავალი ძალიან კარგი იქნებაო. თუ შეიძლება ერთი-ორი სიმღერას ავამღეროთო, ახალგაზრდა ხო? წამიყვანეს მამღერეს იქას ერთი-ორი სიმღერა. და იქიდან უკვე მოეწონათ ალბათ და ხშირად რამდენიც რომ კონცერტებს რომ მართავდნენ. მეც მივიდოდი მონაწილეობას ვღებულობდი. ესე რომ ვთქვა, ეს ნათლობა მივიღე დიდი ბაგრატას მხრიდან, იმისი თხოვნითა. მასწავლებელიც იყო რასაკვირველია. ეგაც შულავრელი გეურქაცი. ვართ ტალღაზე FM 102.4 ჩვენ დღევანდელ გადაცემას უძღვნით გლახო ზახაროვს. ეს არის გლახო ზახაროვის აი საფირმო სიმღერა. სიზმრად ვნახე საიატნოვას, სკანდარნოვას ლექსიას სხვათა შორის. აბსოლუტურად ყველა რეგისტრი უჟღერს. მაღლები, დაბლები, შუა რეგისტრი, არაჩვეულები, ხარი მომღერლები, რა ისოქს მაღლები უკეთესია და ამას ყველაფერი თავისუფალი, ლამაზი, ბგერა, ტემბრალურად გამართული. და განსაკუთრებით აღნიშნავთ თქვენ ფა. კი, ფადიეზებია და ფაებია სულ. ეს ქართული მელიზმი იყო ეს რო აი მრავალჯამეში და შემოძახილში აი ზუსტად ის მელიზმია. Kvegna
დუდუკების საღამოებს ვატარებდი ხოლმე მე და ყველა კონცერტში მონაწილეობდა საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ხაზი და ყველა კონცერტში და ფანტასტიკური წარმატება ჰქონდა ყველა კონცერტში. ახლო ვერ ედრებოდა მაგას ვერავინ. საოცრად მღეროდა და საოცრად უყვარდა ხალხს. ტემა ისე რომ სამართლოდ ვიწყებთ ხოლმე ასეთ გამორჩეულ ხელოვანებს და ჩვენი გადაცემის მიზანი სწორედ ეს არის და მოუწოდოთ კიდევაც ამ თუ ვინაც ამ ტრიბუნიდან რომ ნუ დავივიწყებთ ასეთ ადამიანებს ყოველთვის მივაგოთ ასეთი პატივი რაც მას ეკუთვნის სინამდვილეში. ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 102.4 ეს არის ხაზის რადიო, რომლის სტუმარიც დღეს გახლავთ ბატონი მიშა მცურავიშვილი. ბატონო მიშა, რა გენეოლოგიაზე აუცილებლად თვითონ უაღრესად ზედმიწევნით, აი ზედმეტად თავდაბალი კაცი იყო და თავისი გენეოლოგიის შესახებ არ ყვებოდა. გლახო იყო აგერ ჩვენთან ფუნიკულიორთან რო სოფელია შინდისი იქიდან იყო. აი მე ამ სოფელს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იქ და სხვათა შორის სულ ამგვარის ხალხია, ოსკინოვი, ზახაროვი, მერკულოვი, მეკვილაძეები ეთყობა. ხო და მიიღო რაღაცა დაბელოება რუსიზმის პერიოდში გვარებმა. ხო, აი მაშინდელია და ხშირად ვეტყოდი ხოლმე იქნებ ზაქარიაძე ხარ მეთქი ძია, ხო და გაიცინებდა ხოლმე. ხო და აი ესეთები იყვნენ, არც ერთი სიტყვა სომხურად არ იცოდნენ მაგ სოფელმა. ეხლაც არიან, ზოგმა გადაიკეთა გვარი დაიბრუნა თავის ძველი გვარი კი არ გადაიკეთა. მაგრამ ეს ამას უსვებდა დედა ქართველი ყავდა. ნუ ტიპიური. დივანი იყო ხო დედა? ხო, ქართველი ხალი იყო. ხო და მე ეთყობა აქეთ ჩამოსახლდი, აქ დავიბადე, ამობდა და მაგრამ წარმოშობა იქიდან გქონდა და ეს სოფელი იყო აბსოლუტურად დღესაც აბსოლუტურად. იქ არც ერთ სიტყვა სომხური არ იციან იმ შინდისში. მე ჩამოვიდა და სხვათა შორის რამდენჯერმე შევეკითხე და როგორი სომხური იცი გლიძია გალახო მეთქი და საყველპურო. ეთქო სიმღერები კი. მეუღლეც მქონი ქართველი ყავდა ხო მას? მეუღლე კი დივანოვი იყო თუ არა ვცდები, ნუ ეხლა დივანი. აი ბატონო მიშა, როდესაც ჩანაწერს უსმედით ჩვენმა რეჟისორმა ინგა გურგენაძემ გაიხსენა მე ნამყოფი ვარო გლახო ზახაროვის კონცერტზე თქვენც ახსენეთ საკონცერტო შესაბამისად შესაძლოა ჩვენს სმენელს შორისაც არიან ისეთი ადამიანები არა თუ კონცერტი პირადადაც რომ იცნობდა რა თქმა უნდა ახლა დარეკავს ქვეყანა დარეკავს კი ბატონო დაგვირეკეთ 249-92 ან 249-92 დღეს ჩვენ გლახო ზახაროვზე საუბრობთ და იმ გადაცემიდან ვისმენთ ფრაგმენტებს რომელიც 80-იან წლებში ჩვენმა კოლეგამ ნანა გარსევანიშვილმა ზუსტად ნანა გარსევანიშვილთან საუბარში კიდევ ერთ ფრაგმენტში ამბობს თავისი სახელის შესახებ, რატო ქვია გლახო. და მე ბატონი მიშას დაამატებს თავის კომენტარს. კი ბატონო. თქვენ რა თქმა უნდა გახსოვთ ეს ძველი თბილისის უბნები. ძალიან კარგად მახსოვს ეხლაც ის ძველებული ამბავი. მაინც ცენტრი რომელი იყო ახლა ძველი თბილისის ცენტრი? ორთაჭალაში. ორთაჭალაშიაც იყო და ვერაზედაც იყო. რა იყო აქა მე რა მახსოვს იმართებოდა ლატარიები, ოქროს ბეჭედი იყო, ნივთები იყო რაღაცა და ლატარით ათამაშებდნენ ამასა და ბილეთი არცი 5 კაპიკი ღირდა, 6 კაპიკი ღირდა და აქ გროვდებოდნენ ავარებელი ხალხი უბნებშია და გარმონი იყო აქ იმ გარმონთან დონს უკრამდი მე და აქ და ცეკვა იმართებოდა აქა და სიმღერა რამეა ესე მე ჩოპურაშვილის დუქანი იყო გათქმული ეს იყო ეხლა რო ციხია ციხის ცოტა იქით აქეთ ხარ ეს იყო ცაცანაშვილის ელდორადო იყო სახელწოდება ამ დუქნისა
მე იასეშვილის დუქანი იყო, კლდის დუქანს ეძავნი. წვერიანი ალექსა იყო ვერაზე და მაშინ აი ეს ყარაჩოხელი იყო, ხო? კინტო იყო. კინტო სხვა იყო, ყარაჩოხელი სხვა. კინტო ეს ქუჩებში რომ დადიოდნენ, თაფხებით ხილს აღკიდნენ. ან ტაჭკები ჰქონდათ, ვირის ტაჭკებით. ურიკავ თქვათ, ეხა ტაჭკა ცოტა. არა, მაშინ ტაჭკები იყო. ეხლა გინდა ურიკავ თქვა. თუ ძველებურზე მეკითხები, ტაჭკები იყო მაშინ. ზორია ეგ. ამ ყარაჩოხულობაში შედიოდნენ ხელოსნები. დერციკი შედიოდა, ხარაზი შედიოდა, მეკუდე შედიოდა, ასპები იყვნენ, სალახები იყვნენ, მეთევზები იყვნენ, მთელი ეს ხელოსნები, მაგათ სამხტო იცოდნენ დაკლა, საბაბი ეს იყო და ან თუ არ ერთი-ორი შაგირდი ყავთ, დასალოცი უნდა დალოცონ უკვე როგორც ოსტატი ისე უნდა იმუშაოს, ამ შაგირდად იყო, მერე ქარგალს იზავენ, ქარგლად იყო და ეხლა ოსტატად უნდა დალოცონ, დალოცეს კიდევაც, იქეიფეს და უკვე თუ ადრე დასხდებოდნენ საღამო ხანს ხელში ყვავილებით რამით ხო თვითონის მებაღეს თვითონვე თაიგულებს შეუკრამდა შამფურებზე ააგებდნენ იმასა და წინ დამკვრელები მოდიოდნენ უკან კიდევ ეს ჩვენი მოკეიფები ვინც იყვნენ მთელი ხო უნდა გითხრათ რომ ცხეთიდან მოდიოდნენ ტივით და კეიფით მოდიოდნენ აქედან კიდე ახალად ბრუნდებოდნენ როგორც ახლა იქიდან მანქანით მოხვიდი აქა და აქედან კიდე მანქანით წახვიდე. ისე რომ აგიწერო ძელი იქნება. ისე ლამაზი იყო რა? ლამაზი. სილამაზე, ნუ იშვიათად. ეს ლამაზი იყო საკვირა. ეგ სილამაზე მაგითი კეიფი და რამე ესეთი რა. და ეხლა როგორც ლამაზია თბილისი, ესეთი ლამაზი კი არ იყო მაშინ. ესეთი ლამაზი ხო არ იქნებოდა თქვენ თვითონ კარგად იცით ეხლა. აგე ახალ ძველი უბნები რო გააკეთეს ეხლა? ხო, ეს ძველი უბნები ეხლა აი სწორედ აი ეგ არის მაგას საქმე, ის ძველი უბნები რო გააკეთეს, აი ეგეთი სილამაზე მაშინ ჰქონდა იმას უკვე. მაშინ ძველად კი არის და მაშინ მაგნაერთვე აკეთებდნენ. ეხლა შეაკეთეს, მაშინ კი აკეთებდნენ. პირველად მაგნაერთ აკეთებდნენ. ხო, ერთი რა უნდა გკითხოთ. აი გლახოს რო გეძახიან. ეს გლახო თქვენი ნამდვილი სახელია თუ? სხვათა შორის ძალიან ბევრი მეკითხებიან და უნდა მოგახსენოთ რომ ეს ნამდვილად მე გლახო მქვიან. ვინაიდან დედაჩემს შვილები არჩებოდა, მრავალშვილიანი ყოფილა და მეზობლების რჩევით დაურქმევიათ გლახო, როგორც გლახა, რო ვთქვათ. აჰა. დიახ, 1-4 წელიწადიც ბერად უტარებიათ, ბერად, არ ვიცი, იცით თუ არ იცით, ნაწნეები მქონია ქალივითა. 4 წელიწადი მეზობლებს უყიდნიათ ჩემთვის ტანსაცმელები. მაშინ ეგრე ყოფილა, ხო, ეხლა ეგ მართალი იყო, არ იყო. 80 წლამდე ნუჟე ვასწრო, აბაზა და სწორი იყო თუ არა, ეგ ნამდვილი იყო. გლახოთ დავრჩი, აი ეგრე გლახო. დავრჩი მე, მაგრამ უბედურობა ის იყო, რომ 16 წლის ასაკში უკვე მე აღარავინ აღარ მყავდა. 4 კედელში ვარ დავრჩი სახლში მარტო. ნუ, როცა ხალხს უყვარხარ სიმღერა, ხომ იცით რა არის, უყვარხარ ხალხსა, ყველა ძალიან გულთბილად გეპყრობა. რამდენი ხანია მღერი ხართ უკვე? რამდენი წელია? 9 საუკუნეზე მეტი მღერი ვარ. დიახ, 50 წელია სიმღერას ემსახურება გლახო ზახაროვი. ამ ხნის მანძილზე მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად მთელი საბჭოთა კავშირი შემოიარა. შუა აზიიდან დაწყობილი, სანამ ვლადივოსტოკამდე რო წავიდეთ შორეულ აღმოსავლეთში. სულ ერთად მატარებელში ყოფილვართ, ყოველ დღე კი არა. თითო ქალაქში ერთი კვირა, 3 დღე, 2 წელიწადი მე სახლში არ ყოფილვარ. წყნარი ოკეანეშიც ჩვენი მეზღვაურებისთვის საშეფო კონცერტებიც კი მივიცია. ზამთარშიაც მოვყევით იქ სიბირის ხარის ჩიტაში და ირკუტსკში 40-45 გრადუსი. ხო, არა უშავ, ვიტანდით მაგას, ახალგაზრდაც ვიყავი. ხო, ვიტანდით მაგას. და ესე იქიდან უკვე დაწყობილი, რადგანაც შემიყვარდა ეს სცენა, რომ მოვედი აქ ფილარმონიაში უკვე ანსამბლები იყო. შელეგიას ანსამბლი იყო, ბაჭკორიას ანსამბლი იყო, თარხნიშვილის ანსამბლი იყო. რემა შელეგიას. პირადად იცნობდით? პირადად, კაცო, იმიტომ რომ ჩვენ ეს სასოფლო სამეურნეო გამოფენა პირველად რო გაიხსნა მოსკოვში. ხო. ჩვენ წავალთ რემა შელეგია იყო, გუნდი ახლა სურათიც ამაქვს იმისი გადაღებული სუნთლათელიას. ხო. თავარი იყო იქ ნოკო ხურციას
ძალიან კაი მომღერალი იყო ძალიან. ასე იგი თქვენ ამათ ყველას იცნობთ? კი, კაცო, პირდო, აბა ერთად ვიყავით. ეს იყო 36-მეთშო. აი ამ გუნდებშია მუშაობდია. მოსკოვშიც ვიმუშავე სუხიშვილთან. 27-28 წლიდანაც კვირაში ორჯერ გამოდიოდით რადიოში. მაშინ ჩაწერა არ იყო. პირდაპირ გადაცემა იყო. ჩვენ რადიოს ფონში გვაქვს თქვენი სიმღერები. ეს უკვე დიდი ხანი არის. თითქმის 20 წელიწადი არის. ეს სიმღერა, ყველა მიცის ქართული ხალხური სიმღერა, ორთავთვალის სინათლე გივიშვილის ტექსტია. ესეც საფირმო სიმღერა გვაქვს. სუფრაზე როგორ იქცევი. გლახო გარდა ყველაფერთან დადებითის გარდა იყო ასკეტური კაცი. აი კაცი, რომელსაც ფიზიოლოგია არ გააჩნდა. შეეძლო 10-12 საათი მჯდარიყო სუფრასთან და რა სჭამდა, რა სვამდა, ჩაი იყო მაგის ძირითადად, აი იჯდა სუფრასთან და ჩაის სვამდა. აი ეს იყო, აი კაცი ვერ გაიგებდი რა სჭამდა. ერთი სერგო ზაქარიაძე მინახავს სუფრაზე, რომ აი იმასაც ისიც ასე იყო, არაფერი, ორპეჩენიას ჩაის და აი აბსოლუტურად არისტოკრატი კაცი იყო ბუნებით გლახო. აი მაოცებდა ყოველთვის. ლამაზად ჩაცმული ყოველთვის კოსტუმში, ოქროს ლირა ეკეთა ხოლმე გულზე, ნაჩუქარი ეტყობა ვიღაცა თაყვანისმცემელი მაჩუქა და აი ფანტასტიკური ქცევისა და მანერის კაცი იყო. ზედმეტს არაფერს არ აკეთებს, ასეთი კაცი იყო ბუნებით და ზედმეტს არ იტყო და ზედმეტს არ გააკეთა. სიმღერაში ერთ ზედმეტ ეს ფანოღები ამ ყელს ეძახიან, აი ყივილისავით, არა, ზედმეტი არ იყო, ეს სულ ქართული მანერა იყო თავიდან ბოლომდე. თქვენ იღებდით მისგან გაკვეთილებს? ნუ აი რო უსმენდი, სულ ვიღებდი ახლა კონცერტებში. მოსწავლებით უყავდა. არა. გლახო სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. მაგრამ არც იმ ქარცეცხლიან დღეებში მიუტოვებია სიმღერა. მაზოკის ფრონტზე ვიყავ. შევქენი იქა დასტარო თქვა ორი დუდუკი და მე მომღერალი. ნაწილებში დავდიოდით და კონცერტებს ვასწრებდით. სხვადასხვა თქვა რომ როგორც გინდა გაჭირებაში იყოს კაცი, თუ მომღერალია, წარმოდგენა არა მაქვს რომ აი იმ გაჭირების დროსაც გულში არ იღიღინოს. ეგ შემთხვევები მე მქონია. ისეთი მომენტებიც ყოფილა რომ
აი ვიცი რომ სიკვდის სიცოცხლის ამბავია, მაგრამ თითქოს გულიო ღიღინებს თავისთავად რაღაც მაგონდება მე ერთ-ერთი მოტივი და ამხნევს ადამიანს ამ. არც არ ვაძლევდი თავს. ისე დაინტერესება თუ არის აი ახალგაზრდებში? ალბათ დაინტერესებულები არიან რომ მოვიდნენ ჩვენთან, აბა. დუდუკი მართლა დასაკარგი არ არის. დუდუკი ეს თბილისშივე ყოფილა, ეს საქართველოს ეკუთვნის და საქართველოში უნდა იყოს. დუდუკს აქვს ის ძველი სიყვარული ჩარჩენილი ხალხის გულში. ეს არის ჩვენ არ ვიქნებით ხალხი, თორემ დუდუკი დაყურა, ეს იქნება. ეს უკვდავია. მართალია გლახო ზახაროვს 80 წელი უსრულდება, მაგრამ ახლაც მღერის. სულ მალე ქალაქური სიმღერის მოყვარულები კარგ საჩუქარს მიიღებენ. გამოდის ფირფიტა გლახო ზახაროვის სიმღერების ჩანაწერებით. როგორც წინათ მღეროდი ხაც ის სიმღერის. ხო სიბერეში შევიდა რა. არაფერი ცვლილება არ აქვს. როგორც ახალგაზრდობის დროს გამიგია სიმღერა, ეხლაც ეგრე მესმის. ვეთქვი ხოლმე გლახო, ხანში შეხვედი და რატომ არ გეცლება ხმა? რა ვიცი, არ მეცლება ხმა და რა ვქნაო. ალბათ კაი მეუღლე რომ ყევხარ იმითაც. პატივცემულო გლახო, გისურვებთ ჯანმრთელობას, კიდევ დიდხანს სიცოცხლეს და ქალაქური სიმღერის მოყვარულს კიდევ დიდხანს გაეგონოთ თქვენი ხმა. დიდი მადლობა. მე მგონია რომ ჯერ კიდევ ხმა არ მღალატობს და ამის შემდეგ კიდევ ვიმღერებ ხალხისათვის როგორც ამდენი ხანი ვიმღერებ. აი ბატონიშა გლახო ზახაროვის ხმა კი დარჩა ჩანაწერებში, მაგრამ დუდუკის ხმა თუ დარჩა ქალაქში? კი, ეხლა მე მაგის შესახებ გიტყვი, ხომ ერთმა აცხონოს გლახო. ეხლა მომაწოდე ეგაზრით, სხვათა შორის დავიწყებული მქონდა. ერთხელ გლახო მიყვება. 45 წელი იყო გვიან ომი დამთავრებულია და გორელი კაცი იყო, გახსოვთ ალბათ. სკოლა იქ დაამთავრა სულით გულით. ედუარდ მირზოიანი. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო სომხეთის 40 წელი. ხო და გლახო მიყვება რომ ედუარდ მირზოიანმა მე და მედუდუკეევი წავიყვანა ერევანში 45 წელში. რო ჩავედითო ერევანში კაცი შვილმა არ იცოდა დუდუკი რა იყო. გააგიჟა თურმე გლახომ თუ იქ სომხური სიმღერებს ეხლა მღეროდა ხოლმე. მათ შორის ეს ხაზირაც მე ხო და ყველაფერია ეს ხაზირა ეს ამას ხაზირას ხოთა შორის ზოგ სიმღერებს მღეროდა სომხური ტექსტიცაც, იმიტომ რომ ეხლა იქ ქართული, მაგრამ ქართულითაც მოწონდა იგივე ეს საერთნოა სომხურათაც ნახევარს მღეროდა სომხურად, მაგრამ აი ეს ორთავთვალი სინათლეა სხვა ენაზე ვერ იმღერებ მაგას. ხო და ქართული ლექსია და აი ეს თქვა რომ არ კაცი შვილმა არ იცოდა დუდუკი რა იყო, აი მე მირზოიანმა რო წაგვიყვანაო. მე აიტაცეს გადარია გლახომ თურმე და მე რა დუდუკის სკოლები გახსნეს და ბოლოს გამოგვიჭიმეს საბჭოთა ენციკლოპედიაში რომ არმიანსკი ნაროდნი ინსტრუმენტო. ნუ აი ეს ჩვენი დოყლაპიობის ბრალი. დღეს რა მდგომარეობა ამ ნიშნით ბატონებია? ამ ნიშნით უკვე მე იკადრეს გრიგოლ ჩხიკვაძემ ვიღაცებმა იჩივლეს თვითონ გულბატორაძემ მთელი ამბავი ატეხა მაგაზე და მე მეორე გამოცემაში და არმიანსკი გრუზინსკი ინსტრუმენტი. რა დუდუკში პირველ სასახლეში ბრწყინვალე სკოლა 40 ბავშვი დადი ზაურმერებაშვილი სუხიშვილებში რო უკრავს ის არის თვითონ კობა პაპიაშვილისაც ისიც სუხიშვილების კარგი მედუდუკი აი ქართულში ხო თვითონ გრიშამ დიდი გრიშას გაზრდილი არიან კობაც და ზაურად მე ეხლა ყავს ფანტასტიკური დონის მედუდუკი წნეთელი ბიჭია ისა ლევან ოძელაშვილი აყავს ხო კვინტეტი ურმულიცაზე დათო ქავთარა ხო არა დათო არა ეს ძალიან მაგარი ეს აღირაშვილი თოთიაური ახლა ეგარში რო უკრავს ძალიან კარგი ეგენ მაგრამ აი ეს წხეთელი ბიჭი გაგვაცანეთ არ წნეთელი კი ბატონო როცა გინდათ მოვიწევ ლევანს არ ვიცი ახლა არ ვიცი ჩვენ ჩანაწერის გვაქვს მაგრამ დღეს მაინც გადავწყვეტეთ რომ ხოლოდ ლევანი ფანტასტიკური განსაკუთრებით ეს ანთოლოგიაში მე ანზურიმ და მიშონ რო გავაკეთე ჩარშან იმ იჯასი და დილისარი ახლა დილისარზე მინდა კიდე იმიტომ რომ დღესაც აზერბაიჯანში და სომხეთში დილისარს უძახენ და ახლა ნათესაობრივი ბრუნვის ნიშანი არ იციან არც სომხებმა აზაღრა და დილისარი ასე ეძახიან ის ქართული სახელწოდება რანაირად შეიძლება თბილისში შექმნილია ის იჯასიც თბილისში შექმნილია ნუ რა თქმა უნდა ირანული იჯასი არის აი ბაიათის სტილი აი არც მუამათი აი ეს აი თქვენ რომ ღერით დუდუკთან ერთად და რომ აი ვისგან ისწავლეთ თვითონ გლახოს კანტორი ჯანომაც ბევრი მასწავლა ბაგრატიონმა დიდმა ჯანომ
აი ეს მე რომ მღერი ვარ, ეხლა ეს ახლოს მელიზმებია დაახლოებით და ჯანომ ეს ხაზი ქვია ამას, ხაზი ჯანოსგან ვიცი, ჯანო მღეროდა ხოლმე ამას თვითონ მე რასაც მღერი. მოდი კიდევ ერთი ჩანაწერი გავაჟღეროთ. ეხლა მე მინდა კიდევ თქვა მადლობა უთხრე კიდევ ერთი რაღაცისთვის ბატონ ბიშას. იმიტომ რომ ჩვენ ჩანაწერები კი გვაქვს გლახოს ახაროვის ფონდში, მაგრამ კიდე გაგვიმდიდრე რამოდენიმე ჩანაწერი მოგვიტანა ისეთი, რაც ფონდში ვერ ვნახეთ. და ეხლა ერთ-ერთი უნდა გავაჟღეროთ. აგერ ურმების გზიდან უნდა მოვასმენინათ, ხო? ამას მღერის აოცრად სხვათა შორის. აგერ მიღმა ურმები ამარჩეს საქართველოს თურფასაზი გამართეს ართნის შუღი სატარულოს სამართვეს ამიტომ რომ ერთ ქოხში დგეხარო ხონთ ქარი ვიყავ ჯარი დავგარგე სოვდაგარი ვიყავ ზარი დავგარგე მზეთუ ნახავი იარი დავგარგე საიდან ვიბობნო ზღვაში დებუ ხარანუმ თვარებილი გახსმინდა მე შენგენას ვალე სხვანი ნუგინდა სიყვარული ლაპარაკი თუ გინდა საერთოდ გეტყვის სიტყვას ქებული საერთოდ შეინახე შენთანა საჯინი ფოს დაყენეს შენთანა ვეგაცავა ხონთ კარგენთანა ჩემი ჭიანური ხისაგანარი ვეგაცავა ხონთ კარგენთანა ჩემი ჭიანური ხისაგანარი ვიცი ლექსია ბატონო საერთნოსი კი ბატონო საერთოდ უმღერის ამ ლექსი ხო უმღერის და ეს თბილისის მომღერალი მე უკვე როდესაც აღარ იყო ჩვენთან დიდი პატივითაც გააცნო ხო მე მაშინ გორში მუშაობდი და რომ დამირეკეს რომ გლახო გარდაიცვალა ართო ამტყოფებია როგორც ვიცი არ მგონია ვიცი წინახანებში ნახე და რომ დამირეკეს მოგდა მაგრამ ჩამოვედი იმ წუთში საოცარი გასვენება ჰქონდა აი 100-150 მეტრ უკვე მისდევდა უკან დააკურით მიცვალებულს ფანტასტიკური იქ რო ეძახიან დამპალო სასაფლაო იქ დავასაფლავეთ სახალხო არტისტობა არაფრობით არ მისცეს და თორე ლახოს ყველანაირად ეკუთვნოდა დიდუბის პანთეონში დასაფლავება და ისე იგი საოცარი პატივისცემით და აი ეს ხელა ასთან მისდევდა უკან რაც საქართველოში მე დუდუკები იყვნენ სხვადასხვა სომხეთიდანაც იყვნენ ჩამოსულები პატივისცეს ძალიან პატივი მიაგეს ძალიან დიდი და
და გამის ალბათ პანაშვიდებსაც ხედავ ალბათ მისი ჩანაწერები. და სულ იქ იდგნენ სული გრიგობი ცოცხალი შესრულებით მღეროდა სულ ყველა ისინი ჩვენებით სულ ყველა გარდა თქვენნაირი ადამიანების აბატონო მიშა ვისთვისაც პროფესიული ნიშნით საინტერესოა გლახო ზახაროვი ვინ ინახავს მის ხსოვნას ნივთებს ჯერ საქართველოში ეს ბიჭები თვითონ ეს ზაური მერებაშვილი ეს კობა პაპიაშვილი ეს ლევანი ოზელაშვილი რო გითხართ ეგენი აღმერთებენ გლახოს როგორ შეიძლება გლახოს ხმა გლახოს ტემბრი ხო მე გარდა ამისა სუხიშვილებთან უკრავდა დოლს აი ცნობილი ის როა ნინო და ელიკო როც ეკავენ მაიმ რომ გლახო დოლს უკრავს მე თუ არ ვწდები ხო საინტერესო კარგი მედოლე სხვათა შორის და ხშირად აძლევდნენ შეკითხვას ბატონო გლახო დუდუს უკრავდა არა კაცო დოლს უკრავდიო სუხიშვილებთან ჩვენ ერთი მსმენელი ყავს გავდამალი ალო დავაჯობა მოგესალმებით ბატონ მიშას მინდა მიმართო რა ასე იგი მე თბილისელი კაცი ვარ და კარგად მახსოვს ეგ პერიოდი ზახაროვი და ტალგაუკოვი და ისინი და ეხლა ერთი უბრალოდ სურვილი მაქვს შეიძლება შესაძლებელი გახდეს მიშანი თუნდაც ინტერესებულია მაგით ციტელ წყაროში და დედოფლის წყარო ეხლა ხევანდელი და ცხოვრობს ერთი კაცი გურამ ჯანაშვილი ვიცი თუ გინდათ ბატონო ვიცი აი ისი კი ლევანისგან ვიცი ხუნაშვილისგან აი როგორი შედარება შეიძლება იმ კაცის ხმასა და ეხლა რა უსმენ მე მუსიკალურ განათლება მაგრამ მგონია რომ გურავი მღერის და ესეთი ხო არა ძალიან კარგი არ მომისმენია მე მაგრამ ძალიან კარგი ისიც მეთქი და რომ დაინტერესდეთ რა და ბატონო მადლობა თქვენ ხომ არით კოორდინატორი მე სპარტაშორის უკვე 80 გადაცილებულია ერთი 2 წელი აღარ მომისმენია მაგის ხმა მაგრამ აი ახლა რა უსმენ კაცო გერგენობა გურავი მღერის რა თქვენ ბრძანეთ რომ ეს მე ვარანცოველი კაცი ვარ და ის მახსოვს რა ეგ პერიოდი კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ისიო რა საკვირველია რა და კი ბატონო ანუ ბატონი გურამი ცხოვრობს დედოფლის წყაროში ხო დედოფლის წყარო ბრძანა ყველა იქ რო იკითხო ყველა მიცის რა კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ბრძანეთ რომ აი გაჭირვებაშიო სულღერის ის კაცი კაცო და აი არამედ ტრაქტორისტია ძველი და საერთოდ არაფერი და აი ისიც ავისი მუსიკის სიყვარულით და ინტელექტი ძალიან უფრო საინტერესო კაცია რა. თქვენ მადლობა ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ კიდევ აი უკვე გადაცემა დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ვერ ამოუწურავთ მასე საუბარში. ამოუწურავი რეპერტუარია. ან ერთ-ერთი კიდე თქვენ თვითონ გვირჩეთ რომელი სიმღერა გავაჟღეროთ გონი ისევ და ისევ ღვინით ფანტასტიკურად მღერის სხვათა შორის აქვე მინდა რაც გინახავს ვეღარ ნახავში სხვათა შორის უნდა ჭიაურელს რომ რაღაცა ემღერა მაგრამ მე იმდენი გადაიტვირთა ის სცენები რომ ხო იცი მაინც კომედია იყო და მაინც ხო და მე ერთადერთი ისევ და ისევ ღვინით აი დომინორში მღერიან და სხვებთან ერთად მღერის გლახო და გლახოს ხმა გამოირჩევა ისევ და ისევ ხო და ახლა მოусმინოთ შესავალი გლახოს იდეა, ეს შესავალი გლახოსეული იდეა. ესაც რაღაცა თვითონ უმატებდა რომელიც არაფერი ერთნაირად აი საოცარ იმპროვიზაციები ქონდა ყველაფერი, მაგრამ არაორდინარულად ყველაფერი. She's a parani, hari harale, moze benod vini smarani, hari harale. Tebane David kvena
შევალხენა ჰარიჰარალე და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ აი ეს ფრაგმენტები გადაცემიდან, რომელსაც დღეს ჩვენ ვისმენდით ამ ეთერში, დაცულია საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში 80-იანი წლების ჩანაწერებია და გალბატონ ნანა გარსევანიშვილს უნდა ვუთხრათ მადლობა მისთვის და ბატონიმიშა თქვენც მიაქციეთ ყურადღება, თქვენ კიდევ უფრო დიდი მადლობა, იმიტომ რომ იმდენი საინტერესო ფაქტი გითხარით ამ გადაცემის ფარგლებში, მართლაც რომ უნდა გწოდნო და ყველას და გადამდა ბატონიმიშა ჩამოვიდა სპეციალურად ხა გორიდან არ დაიზარებს სულმზადვარო ეს პროფესიონალური ადამიანები ჩემი საქმეა კაცოს რომ თქვენ ოღონდო და მე მიგულეთ მეგობრა და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და სხვა შორის ამ ჩანაწერებში კიდევ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება რომ გარდა მუსიკალურ კულტურაზე საუბრიც არამდენად საინტერესო ინფორმაცია იყო ძველ თბილისზე და ზოგადად ჩვენი ქალაქის ისტორიაზე. ამდენად თუ გვიან შემოგვიერთდით რა თქმა უნდა ამ გადაცემის ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ დღეს ვეღამით. მარტო ისე ბატონო საპატიო თბილისელი მაინც თუ იყო არაფერი კაცო აბსოლუტურად უპრეტენზიო და ამბიციო კაცი იყო და ხო და თვითონ ახლა ხო გეუბნები მე აღშფოთებული ვიყავი 67 წელში კიდე რო გამოქვეყნდა და ჩვენი უმაღლესი საბჭოთა პრეზიდენტი მეოთხე სომხეთის დამსახურებული არტისტი იყო რა ვის მოაფიქრდა ეს ვერ გავიგე თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხრეთ ჩვენს მსმენელს რომ წელს 110 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან და საიუბილეო წელია დროებით ვარ მადლობთ ხაზის რადიო